დღეს გადავწყვიტეთ ერთობ საინტერესო საჭირბო როტოც, ხო? კი, და მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ. ეს არის ეკოლოგია. რაც ყველას ასე ძალიან გვაწუხავ. დაბინძურება, მოვლა გარემოს, ზრუნვა გარემოზე, არ მოვლა და ასე შემდეგ. მოკლედ გვინდა ამაზე ვისაუბროთ დღეს. და იქედან დავიწყოთ, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენ დავინტერესდით მსოფლიოს ქვეყნების, ესე იგი, ეკოლოგიური სისუფთავის ცხრილში, ასე ვთქვათ, საქართველოს ასეთი საქმიანობით ვარ რა თქმა უნდა, საქართველოს რომელ ადგილზე დგას. ესე იგი 180 ქვეყნიდან საქართველოს ეკოლოგიური სისუფთავი თქვენი აზრით რომელ ადგილზე იქნება? 102! მაყურებელმა გამოიცნო ჩვენთან. ხოჩა ხერა ბიჭო. ის ადამიანები, ვინც გამოიცანით, რომ 102-102-ია საქართველოს, აუცილებლად დაგვიკავშირდით შემდეგ კვირას და მოკლედ აუცილებლად რაღაცა. და თქვენ მიიღებთ თურქული ხავის სადუღარას, საჩუქრას. კი ბატონო. კი ბატონო. სულას მეორე კი არ ვიყავით, მეგობრებო, იყო დრო, როდესაც ჩვენ რეკორდული მაჩვენებელიც კი გქონდა და ხო, 50 ათეულშიც მოვხვდით. საქართველოს, ესე იგი, სისუფთავით იყო 50 ყველაზე სუფთა ქვეყანას შორის, თუმცა მაშინვე როგორც კი ეს ამბავი გავრცელდა ქვეყანაში, თელმა ერმა აღნიშნეთ ის, რომ ჩვენ 50 ადგილზე ვიყავით სისუფთავით, აღნიშნეთ ეს რა თქმა უნდა ბუნებაში, შეიფით, გავედით, მიულოცეთ ერთმანეთს, თქვით სადგეგრძელოები, დავლოცეთ ჩვენი ბუნება ლამაზი და მშვენიერი და მოკლედ ამ აღნიშნის შემდეგ მეორე დღესვე გადავედით 102 ადგილზე. იმიტომ რომ იქ ვიღაცამ ლუდი დალია, ვიღაცამ ზესუმძირა მიირთო და როგორც ხდება ხოლმე აღნიშნის შემდეგ ისევ დავიკავეთ ესეთი 102 ჩვენი კუთვნილი 102 ჩატარდეს რა, რავი, გამოკითხვა ყველაზე სუფთა ქვეყანა, ოღონდ გულისხმობოდეს სუფთა ადამიანები. ჩვენ პირველზე გავიდოდით. ყველაზე სუფთა ადამიანები საქართველოში ცხოვრობს. სუფთა გულის ადამიანები. სუფთა გულის, ხო? ბუნებაში გასვლაზე ხა, ხო, მაგალითად სად არის კაი ადგილი? სადაც აი რომ გახვიდე ბუნებაში. საპიკნიკო, საკეიფოთ რომ გადიხარ, როგორ უნდა მიაგნო ეგეთ კაი ადგილს, ხო, უნდა იარო, ტყეში შეხვიდე და იქ აუცილებლად დაინახავ ნაგავს, სადაც ნაგავი არის კონცენტრირებული, იქ არის ყველაზე კარგი ადგილი საკეიფოთი. თუ დაგიმართ აპროდირებული, გამოცდილია ზუსტად იცი რომ იქ ასწორებს, აღარ ეძებ აკეთიკით, თან შეიძლება გაგიმართოს და წინ დაგხვდეს აგურებით გაკეთებული გრილი, ხო იცი? და ცხელი ნაკურჩხალიც კი დაგხვდეს. უკვე დანთებული დაგიტოვეს წინა კამანდა. ნუ თუ ძალიან გაგიმართა წინა ღამეს გოგოს ჩაეძინა, ისიც შეიძლება დაგხვდეს. ისიც შეიძლება. სად არის ეგეთი ადგილები? მე გეტყვი. აკლეში. აი, სხვადასხვა მე ძალიან დიდი ხანი მეგონა რომ ხო იცით სველი სალფეთქები რასაც ვეძახით. მე მეგონა რომ სველ სალფეთქებს თბილისის შემოგარენში ბუჩქები ისხამენ. რაღაც პერიოდი მეგონა, როგორც ბამბა მაგალითად ხო. ბამბა. პარკების ტყე ხო არის? პარკების ტყე. ყველა სანაც არ უნდა გაიხადო, პარკის ტყე არის. ყველა ადამიანი ხო რაღაცნაირად თავისებურად ზრუნავს რა გარემოზე და ყველა ადამიანი ხო, ყველას თავისი ისა აქვს, რა ქვია, დამოკიდებულება და იმის და მეც როგორი ადამიანების მიმართულება მიყვარს, როგორი დამცველების მიმართულება, აი, სიგარეტს დავუშვათ ბიჭო ეს კი არ აგდებს, ან ნაგავს კი არ ყრის. მოცია კულტურულად ხეზე ეგრე შეა დატოვა, ხო არ დააგდო, აი ხო არ დაყარა, დადო. იგივე შეგიძლია იმაში პლაჟზე, ხო? მოცია კი არ გადააგდო ზღვაში და ეს თავხედურად კი არის, კულტურულად. ჩაქრა რა გვერდზე და გადააფარა მისა. კი, მართლა სიძახი, შენ ეგრე ჩამონარეობა. ეგ კულტურული დანაგვიანება და რაღაცა. აი სად ეხა სიმინს რო შეჭამ პლაჟზე და აიღებ და იქვე მიაგდებ. და მეორე რო დადებ და კულტურულად დამარხავზე. ხო, იცი რა არის, შეიძლება დახვეწილად იყო ხვეწილად აყარო ნაგავი. მე ვერ დაგეთანხმებით, მეგობრებო, ჩვენ ქართველები ძალიან ზრუნავთ ეკოლოგიაზე, აი მაგალითად ძალიან პოპულარულია ჩვენთან რომ ხეები უნდა დავრგოთ, ხო? ვდგავთ ამ ხეებს. მე ეს ხე რო ვიღაცამ არ ამოთხაროს და არ წაიღოს, იმიტომ რომ ამის პრეცედენტი გვაქვს ახლა ქვეყანაში. ხო, არის. ამის გამო ჩვენ ვაბეტონებთ. აბა ნახოთ თუ შეიძლება ვიდეო გაჩვენებთ, ახლა ვიდეო კი არა, ფოტო. როხაც ჩასაფრებულები, ხო? თბილისი, თელავი, ქუთაისი. ჩაბეტონებული თბილისსა, თელავსა და ქუთაისში. ყველა ხე არის ჩაბეტონებული. რო ატეხავთ ხოლმე და არის ესა, ხალხი ზრუნავთ, რომ არ მოითხაროს ხე და ძირფესვიანად სამუდამოდ იყოს ჩაბეტონებული იქ. ხო, ზოგს გონია, რომ ეს რაღაცა შეცდომა, არაფერი შეცდომა არ არის. გამიზნულად არის. ეკოლოგიას მარტო მოპოვება კი არ ჭირდება, მეგობრებო. ეკოლოგიას შენარჩუნებას ჭირდება. ამიტომაც აბეტონებენ ეს ხალხი, რომ ვიღაცას არ წამოუაროს და არ გადაირგოს ეს ხე ეზოში ან სადღაც თავის. მე კი შეგახსენეთ რომ ეს არის გადაცემა მთავარი ეკოლოგიაზე. ჩვენი გადაცემა გრძელდება, შემდეგი თემა რა გვაქვს? მოკლედ, მეგობრებო. აი, ხეების ამოთხრას თავი დავანებოთ, არ ვიცი ხა. ნუ რაღაცნაირად შეიძლება ეკოლოგიასთან კავშირშიც იყოს, მაგრამ ეს ნიუსი რო არ გითხრათ არ შემიძლია, ძალიან საოცარი ამბავი არის. რუსეთში ჩატარდა ძალიან მაგარი ჩემპიონატი და რაში ჩატარდა ეს ჩემპიონატი თუ იცით?
ამოთხრაში, ოღონდ ხეების ამოთხრაში არ ჩატარებულა ეს ჩემპიონატი, არც ბუჩქების ამოთხრაში და სადმე გადარგვაში, არა. რუსეთში ჩატარდა ჩემპიონატი საფლავების ამოთხრაში. ნახოთ თუ შეიძლება. აი. ოპა. აი მეგობრებო. შინაარსი რა არის? იცით ამ ჩემპიონატის ყოველწლიურად იმართება თურმე. ყოველწლიურად იმართება ჩემპიონატი რუსეთში, სადაც ადამიანები მიდიან და ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო მალე და ლამაზად ამოთხრის საფლავს. საპრიზო ფონდიც აქვს, ჩასიც აქვს, ყოველწლიურად ატარებენ. ფედერაცია, გადაცემა თხრელთა ფედერაცია. გამარჯობა, გადაცემა პერსონალური საფლავი. რაფიც ვარო ეხდება წარმოიდგინე საფლავის თხრელიც. მე მინდა რომ სოფლიო ჩემპიონმა საფლავის თხრაში დამასაფლავოს. ნაკლებზე არ მაქვს. აი, ყველაფერი გამიგია საფლავის თხრა. არა, ხო, რაღაც უცნაური სპორტი არის. ჩემპიონატი აი ნამდვილად არ მეგონა. ეს ყოველ დღეში შეიძლება მოიწყოს. ხო, რატო რა მიზანი აქვს ამას? უფრო პოპულარული და ცნობადი რო გახდეს ეს პროფესია. საფლავის თხრილი. ძალიან საინტერესო ამბავია. აი, გადმოვიდეთ რუსეთიდან თბილისში. თქვენ გახსოვთ ხო ალბათ რომ ვაკეში იყო ჭკვიანი ურნების დაყენების მცდელობა. კი, ხო დააყენეს. ხო და არ გჭირდება ჩვენ. რატო არ გაამართლა? არ გაამართლა. როგორ არ გაამართლა? ჭკვიანი ურნაა, გაივლი, ნაგვის გადაგდება გჭირდება. ის დაგიძახებს. მობძანდით, ჩააგდეთ ნაგავი და თავისი დაღებს თავს. არ გაითვალისწინებს არავინ ჭკვიანი ნაგავს. მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა გქონდეს გაბრაზებული ურნები. გაბრაზებული? ბლატნოი მენტალიტეტზე მოგებული. ურნა რომელსაც ზადნი არა. გამტრაკებელი. გამტრაკებელი. ხო წარმოიდგინე ვაკეში მიდიხარ ეგ არის ურნები და აი რომ უნდა დააგდო რაღაცა ოე რო გეუნება. ნელა ბიჭო. ძმა? ცოტა მოდი აქ შემი ძმა. სადაგდე ბიჭო ნაგავს ვერ მხედავ. ურნები ვართ ეგრე კი არ არის ბრა. ცოტა მიხედე შენ თუ. ბიჭი მოდი აქ. მოდი. ისეთ აკვირდა ჭკვიანი ურნა. ანუ მოვადან აი, გარცხვენდეს მაგალითად. ეს დაბრძენებული ის არის. რახან ეგრეა, ეგრე იყოს რა. რო გადააგდო ხმარო ჩაგესი. მოყვება სადღაც და გარცხვენს. შეიძლება მე ვფიქრობ რომ აუცილებელი ბლატნოი ურნების დაყენება ვაკეში თუ გინდათ შედეგს მიაღწიოთ რა. მე მაქვს ერთი ვერსია როგორ უნდა გადავაჩვიოთ ურჩი ნაგვის ძირს დამყრელები ამ საშინელ ჩვევას. სახელმწიფომ უნდა დაგვირიგოს, ვინც თუდად ვიქცევით, დაგვირიგოს პატარა მეძებარი ძაღლები. ვა. ახლა გაწვრთნილი რა პირდება. ხო, მიდიხარ ქუჩაში ან სადაც, გადააგდე ნაგავი, გაიქცე ძაღლი მოგიტანა. ვა. კიდე გადააგდე, გაიქცე, ნახე როგორ გვარდება ყველაფერი, ქუჩა ხო აღარ დაგვიანდება. ძაღლიც ხო გაირთობს თავს და არ იქნება მოწყენი და ეს ლენჩიც კაროჩე მიხვდება ოდესღაც რომ ნაგავი არ უნდა გადაყარო. ჩვენი იდეაა, სახელმწიფომ შემოიყვანოს ეგ ძაღლები რა. ხო, უბრალოდ მე ვიცი რაც მოხდება. ხო, ძალიან კარგი აზრი თქვა რა. ყველა ადამიანი ვინც შემჩნეული იქნება დაბინძურებაში, მიუჩინონ ეგეთი ძაღლი რა. კატალიზატორებზე რო ერთი ამბავია ხოლმე ატეხილი რო ჭრიან და ყიდიან და რაღაცა და ერთი ამბავი აბინძურებენ გარემოს, მაგრამ რა ქნა ნამხალ ფული არის, მაყუთი ჭირდება. მაგალითად, ჩემ ახლობელმა მანქანას კატალიზატორი ამოაჭრა, იმიტომ რომ გლანდები ამოეჭრა. ხო. ასაბარ. მეც მაგლანდები ამასაჭრე, მაგრამ კატალიზატორი არა. სხვათა შორის ხო გლანდების ამოჭრა არა, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ახალი ამბავი იყო, რომ ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა ადამიანმა კატალიზატორი გაყიდა იმისთვის, რომ მაგალითად ძაღლი ეყიდა. ხო? ხო. აბა? ისეთი რომ მე ვიცი კიდე პირიქით რომ მეგობარმა ორი კატა გაყიდა რომ მე კატალიზატორი ეყიდა ეგეთიც ვიცი როგორც წონებული კახა ბენდუკიძე იტყო და ყველაფერი იყიდება ნამუსის ყველაფერს გაყიდვა შეიძლება ხო არა საქართველოში დამტკიცეს რომ ნამუსის გაყიდვა შეიძლება არა ისე კატალიზატორებსაც შეეხება ძალიან მაგარი ის გვაქვს რა ქვეყანაში ტექდათვალიერება ხო გვაქვს ტექდათვალიერება რას ნიშნავს რომ ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალება დათვალიერების შემდეგ თუ არა ექვემდებარება შესაბამის ეკოლოგიურ სუფთავეს გამართულობას არა აქვს უფლება გადაადგილების იმიტომ რომ აბინძურებს და გარემოს და კლავს ადამიანებს, ან კიდე არ არის მოწესრიგებული და შეიძლება რაღაცის გამო შეასყდეს ვიღაცას და საერთოდ მოკლა ადამიანი. ანუ ამისთვის ხო ერთ ეგ დათვალიერება. კი, მაგის ფუნქცია ეგა. მაგრამ ეხლა თან ხო ვიცით ჩვენს გვითხოვს მერჯერო, ეგ დათვალიერება როგორია ქვეყანაში? აი თქვა ეგ დათვალიერების რაღაც რა ვიცი რა ქვია ამას, ბიურო თუ რა ადგილები სადაც არის. ეგ დათვალიერების გვერდით არის ეგ დათვალიერებისთვის საჭირო აქსესუარების გაქირავება. ხო, ხო ესეც ხო ვიცით კაცო, ეს გვაქვს. ხო, ვიცით და ნათქვამის ხო. თუ ეგ დათვალიერებას ვერ გადის შენი საბურავები, ფარი, სანათი ან რამე, გვერდით იქვე იქირავებ, გადახვალ გაივლი და მე უკან დააბრუნებ რა ხო კი კაცო ის მაგრამ თუ ვერ არ ვიქირავე და ვერ იმას ვქენი ვერ გავიარე ტექმომსახურება მაგ შემთხვევაში თუ ვერ გაიარე ტექმომსახურება იდეაში ჯარიმაა რა და ამდენი სისულელების და გაუგებრობის გამო ვიღაცები იმასაც იძახიან ხოლმე რომ ეს ეკოლოგიაზე ზრუნვა კი არა კორუფციის ბუდეაო რაღაც სისულელეს იძახიან არავითარი კორუფციის ბუდე ამაში არ არის კაცო თუ ვერ გაივლით ეგ დათვალიერებას ყოველთვიურად ჯარიმდები და პასუხსაგებ ამაზე იმიტომ რომ ვიღაცის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნი აბინძურებ გარემოს და ყოველთვე ამაზე ჯარიმა 50 ლარი
ანუ ყოველ თვე მე შემიძლია 50 ლარი გადავიხოთ, ტექნოგამოსახურება არ გავიარო. დღეში ლარი და 60 თეთრი გადაიხადე, შეგიძლია მუხრუჭები არ ქონდეს, გამონაბოლქვი გაგდიოდეს რაკიდან, შეგიძლია ჯამური ფოლხვა საჭეში 40 გრადუს აღემატებოდეს, რაც გინდა ის გააკეთე, ლარი და 60 თეთრი გადაიხადე, დახოცე თუ გინდა ნახევარი ქალაქი. პრობლემა არ არის. დღეში ლარი და 60 თეთრად შეგიძლია ყველაფერი ფეხებზე დაიკიდო. გადაიხადეთ. ნახე რა საკეთე. თუმად უკეთებს რეკლამას ვიღაცეებს. არ უკეთებ რეკლამას, ვამხელს. პირდაპირ ვამხელ. აი მე მაგალითად ტექდათვალიერება არ მაქვს ჩემს მანქანაზე გავიდა. შემრცხვა რომ მხოლოდ 50 ლარი მომივიდა. გავაჩერე მაშინვე, ჩემი მანქანა რატო არ დავდივარ სამსახურში მანქანით? იმიტომ რომ რანამუსით მოვიდე და ჩაგხედო თვალებში, როდესაც მე შენთან მოსვლამდე ვაბინძურებ საერთოდ გარემოს. არ ვიცი. გავაჩერე და აბა ეხლა ხო არ დავდგები და 50 ლარად ხო არ ვივლი. მოკლედ მეგობრებო, ისეთი ამბავია ეკოლოგიასთან დაკავშირებით, ისეთი არეულია ყველაფერი, არ ვიცი, ჩვენი თქმით თუ რამე გვეშველება ძალიან კარგი, მაგრამ რაღაცნაირად ნაგვის დაყრას უნდა გადავეჩვიოთ და დაბინძურებას გარემოს უნდა გავუფრთხილეთ ერთმანეთსაც და ერთმანეთის საერთო ლამაზ მშვენიერ ქალაქებს და მოტივაცია გქონდეს რომ პირველები ვიყოთ სოფლიოში ამ სტატისტიკით. ძალიან კარგი, მოკლედ ჩვენი პირველი ნაწილის დასასრულს ტელეფონი აქ გვაქვს და გადავწყვიტეთ ახლაც დავრეკოთ. დავურეკოთ ერთ-ერთ ჩვენს ცნობილ მეგობარს, რომელსაც ეკოლოგიასთან დაკავშირებით რაღაც იდეა უნდა შევთავაზოთ რა. სისუფთავეზე ზრუნვასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი, ვისაც ჩვენ ახლა დავურეკოთ. გენაზე არ ვსაუბრობ. გარემოს სისუფთავეზე ვსაუბრობ. გარემოს სისუფთავეზე. აგერ არის ნომერი. ჩვენ ხარ და ეს ადამიანი იცით ვინ არის? ეს ადამიანი არის გიორგი ყიფშიძე. ოჰო. ალო. ალო. გამარჯობა. გიორგი მინდოდა უკაცრავად. გიორგი? გიორგი გამარჯობა. ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ? სულ ხუთი იცით ორგანიზაციიდან გირეკავთ მზე და ბედნიერება ჩვენი ორგანიზაცია. მზე და ბედნიერება ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომლებიც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა უფრო პოპულარული გავხადოთ და ამ საკითხზე გირეკავთ. თუ 2 წუთი გაქვთ, გეტყოდით. მოკლედ, როგორც გეცოდინებათ, რომ მსოფლიო ეკოლოგიაზე ზრუნვის კვირეულია ეხლა და გვინდა რომ ამ კვირეულში თქვენს ჩაგრთოთ ისე როგორც სხვა ცნობილი სახეები. მე აგიხსნით მოკლედ გვინდა რომ ქალაქის სისუფთავე გამწვანებაზე და ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. თქვენ თუ წინააღმდეგი არ ხართ რომ ამ მშვენიერ აქციაში მიიღოთ მონაწილეობა როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე თბილისელი საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი სახე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი თავად თუ მისმეტეს ვიცით რომ ასე ზრუნავთ თავადაც ეკოლოგიაზე. გიორგი, მოკლედ ესეთი ამბავი რა ხან თანახმახართ, მე გეტყვით დაახლოებით რისი გაკეთება გვინდა. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ ქალაქში ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელსაც თქვენში არჩევთ ქუჩას და იქ გვინდა გადავიღოთ თქვენი ჩართულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაში. ამ შემთხვევაში გვინდა ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ გიორგი ყიფშიძემ ჩაიარა, ვთქვათ, მტკვრის მარჯვენა სანაპირო პირობითად და დააგდო ნაგავი. ჩვენ ეს გადავიღოთ ფარულად, ჩუმად. ოღონდ ნუ თქვენ გეცოდინებათ რომ ნაგავს აგდებთ და ჩვენ გიღებთ რა. და გვინდა რომ შემდეგ აჩვენოთ მაყურებელს, რომ გიორგი ყიფშიძე რომელმაც დააბინძურა ქალაქი, შემდეგ ისევ დგება კამერასთან და ამბობს მაპატიეთ, მე ეს არ უნდა გამეკეთებინა. ხო. შეგიძლია? დავაი. აჰა. თანახმახართ ამაზე. ანუ ნახე კი, ეგეთ რაღაცებში რა თქმა უნდა, რა შემიძლია. მაშინ ესე გავაკეთოთ, გიორგი, ჩვენ მე როგორც ვიცი, თქვენ წეველი ხართ, სიგარეტს ეწევით. რომ აი გახსნათ სიგარეტის კოლოფი და ხო არის რომ აი სიგარეტის კოლოფს ოდესაც ხსნიან თავზე ეს პატარა ბრჭყიალა ქაღალდს აძრობენ და აგდებენ. თქვენ რომ მოხსნათ ეს ბრჭყიალა ქაღალდი ჩაიდოთ ჯიბეში და თლიანად ახალი კოლოფი რომ გადააგდოთ. კი ბატონო. ხო და შემდეგ უკვე ჩვენ მოვდივართ და ვამბობთ რომ გიორგი ყიფშიძე მოულოდნელი იყო მისგან ესეთის აქციელი ის მის ლამაზ ქალაქს აბინძურებს თქვენ ტრიალდებით ამბობთ ბოდიში მაპატიეთ მეორედ აღარ ვიზამ კი ბატონო დავაი მეორედ მე ამას აღარ ვიზამ შეგვიძლია იგივე შემდეგ გავაკეთოთ უკვე მეორედ და მოვიდეთ გითხრათ თქვენ უკვე მეორედ გააკეთეთ ეს და თქვენ გითხრათ რომ მესამედ აღარ ვიზამ ხო დავაი ამაზე თანახმახართ გადავიღოთ როდის გადავიღოთ ჩვენ გვინდა ეს ხვალანზე ეგრო გავაკეთოთ. კი ბატონო, ამიტომ ზუსტად ვიშოვდი რომ ბავშვი ყავს სახში და გიორგი, მაშინ კითხავთ, ჩვენ თუ თანახმახართ ამაზე რომ ეს კოლოფი გადავაგდოთ, ეს გადავიღოთ, ხომ არ შეგიძლიათ რომ თვითონ მაგალითად აი მთლიანად ნაგვის პარკი რო გადმოიტანოთ და დააყაროთ ქალაქში მიყარ-მოყაროთ. ანუ თანახმახართ ხო?
ბატონო გეღადავებით? ხო და მაგას ვცდილობთ, რა ვიცი რომ გეღადაოთ რა. მაგას ხელფასს ვიღებთ. ბიჭო, ყველაფერზე თანახმა რომ ასე როგორ გიყვარს ქალაქი რომ ყველაფერზე თანახმა ხარ ბიჭო. ვერ გვიცანი ხო მაინც ვინა ვარ? ვინა ხარ? მაშინ გამოგიყვება. ვერა, მაინც თავიდან დავიწყე. რომელიმე მაინც როგორ ვერ გვიცანი ბიჭო. რა? ვანიკო გახსოვს ბუნდოვნად თარყნიშვილი. დეგენერატ ვერ გიცანი ხა. ოღონდ მე ვანიკო არა ვარ, ნიკა ვარ რა. ვერ მივხვდი შეჩემა გათიშვილი ვარ 20 მოკლედ მადლობა ჩვენი ძმა ხარ. ერთი ვედრო ბავშვები მყავს სახში ვარდიო ვარდო ბანჯო ყველა ჩაჯმა ჩემ ხელშია გავლილი. აზე მოლაბარაკე. ბიჭო რაღაცნაირად მოველოდით რომ გვეტყოდი რომ ამ სისულელეზე ან რა სისულელეს თავაზობთო, მაგრამ აა ყველაფერზე თანახმა რაჯი იყავი. კარი ხარ ყველაფერზე რომ მოყვები. მოკლედ მობა და პატივისცემა ჯორჯ. მადლობა. ძალიან კარგი რომ ზრუნავ ქალაქის სილამაზეზე და სიზუსტავეზე. ვიყვარ ხარ ტიპშო. არ ვიცი რანაირი ზარი იყო. მეგონა ადამიანი იტყოდა რომ რა სისულელეს მეუბნებით. ყველაფერზე თანახმა. ჯიგარია, იმიტომ რომ საქმეს ასე ჭირდებაო ჩათვალო. მაგრამ მოდი მოუწოდოთ რომ გიორგი შენ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე რომ შეგეძლოს თქვა არა. რაღაცეებზე უარი უნდა. ესმენი არის მაინც. რაღაცა შარში გაყოფთავ. ეს გიორგი ყიფშიძის ზარი იყო, რომელიც ჩვენ გვეგონა ცოტა უფრო დაძაბული იქნებოდა ამ სისულელის შეთავაზების, მაგრამ არა ყველაფერზე თანახმა იყო ეს ადამიანი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ არ დავაბინძურებთ და თქვენც არ დავაბინძუროთ არავითარ შემთხვევაში გარემო.